იქნა. გაუმარჯოს. იცოცხლე. ჩემო ძვირფასო. ჩემო კარგი. ის ხალობით. ვაშკაც რამხელა გაზრდილა. მოგზანდით. მომეცი? აჰა, მიბზანდით. ზეგ, 6 საათი. დიდი გაიქეცი. რა ლამაზია კამრობა. კეთევან. სტუმრებს ვიხედე. მოდი გენეცოდი, მოდი. როგორ ახალ? მადლობა ღმერთს. ჩემო საყვარელო. მოგზანდით. ნელა. ძალიან მომეწონე. ხელა. როგორი მგზავრეთ? მთელი გზა წვიმდა. ხომ არ შეგწევდა? ცოტა. უკვე აღარც კი გჯეროდა რომ ჩამოხვიდოდით. აკი შეგპირდით დღეს? მართალი რო გითხრათ არამც თუ მე ქეთევანმას დაკარგა იმედი. მან დარაშვილო. აი ეს მხარეა ჩვენ. რა საყვარელი. მოგზანდით. ჭკვიანად ირყავ. კარგი. შემოგწმენდით. შედი. არჩეულებრივად გამოიყურება. სულ შეძლებს. რას ამბობ? არაჩვეულებრივი სახლია. ძალიან მკვდრო. ადგილით შესანიშნავია. უკვე მე რამდენი დღეა გადაუღებლად წვიმს. დარში უფრო მოგეწონებათ. ჰაერიც ძალიან კარგია, ბავშვს მოუხდება. ჩვენ ზეგ უნდა წავიდეთ, ქეთევან. რატომ ასე მალე? ბავშვს სწავლა ეწყება. ძალიან წუხوار. თქვენ რა გითხარით? ვიცოდი რომ ასე ცოტა ხნით ჩამოხვიდოდით. დაამთავრე? გმადლობთ. ვიღაც კაცი მოდის. ეს ჩემი ძმა. ეს არის შენი ძმა. ხო. შენი დიდი იმედი მაქვს. ეგებ ეშველოს რამე. ნახავ. შენზე უკეთეს ვის უნდა ვაჩვენო. ხა ერთი კაცი. არა, კი არ გაქებ. იმას ვამბობ რომ შენ თუ ჩათვლი მოურჩენლად ესე იგი მასია. ეგ კი ნამდვილად ვიცი. ოღონდ დღეს ვეღარ ვესტუმრებით. საღამოობით არ გვიღებს ხოლმე კარს. ხვალდილით ვნახოთ. გონიც იმამ გადაეღო რა? არა, არ გადაუღია. დააგვერდი წვრილაცრის. ხო, მართალი. ლამაზი სოფელი ყოფილა. კი. ის ძველი ციხეა რა შემოსასვლელში. წვიმა თუ გადაიღებს გავისეირნოთ. სიამოვნებით. კი არ მახსოვდა. ის თუ გახსოვს, გიმნაზიაში ფაეტონით რომ მივედი. როგორ იყო ისა? გვარი აღარც მე მაგონდა. იმის სახეს რა დამავიწყებს. დაბალი,
ბაკებია. ხო, ესე პატარა. კაც რო გავდა და ბავშვი რო იყო, ხო? ეს შენი ძმის ფანჯრებია რა? კი. აჰა. სინათლეს საერთოდ არ ახლობს ხოლმე. ხო? აბა, და თქვენი კარმიდამო სადამდე? დღემდე სულ ჩვენია. კაი დიდი მამული გქონიათ. კი, საკმაოდ. ისე ამიჩეული რეჟიმს არაფრით არ დაარღვევს. ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია. ჯანმრთელობა. ბავშვის გარეშე ჩამკვდარია სახლი. რა გულია მოაყოლეში გაიგაც. არა ხსენია. ჩვენ რამდენ ხანს არ გვეყოლა. არ გახსოვს? რა ვიცი. ჩემმა ძმამაც სულ გადამრია. არ ვესტუმროთ? ვისაუზმოთ ჯერ. რა ხანია რაც ასე? თითქმის მაშინვე დაეწყო. იმ დღიდანვე? მე მგონი. სხვა რა მოცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევი? არა. თუმცა განამარტო თვალების და სახის ამღრევაში ჩანს ადამიანის შეშლილობა. ხო, არა. და რითი ცხოვრობ შენეხმარები? არა. ნახატებს ყიდის. ნახატებს? რა ნახატებსაც? ჩემი რძალი. ხატავდა. ეს ყიდის. აი. ანეტას ნახატია. ჩამოღება შეიძლება? რა თქმა უნდა. ეს როდის დახატა? ეს ახლახან დახატაო, ასე ამბობს. ისე ამდენს თუ ყიდის აღარ გამოელია? ანეტა სიცოცხლეში არ ყიდდა თავის ნახატებს და ბევრი დაუგროვდა. გასაგებია. მოკლედ ჩემზე უთხარი კოლექციონერია მოსული. ნახატების ნახვა უნდა თქო. კარგი აზრია. აბა ფსიქიატრია და შენ სანახავად მოვიდა მეთქი, რომ უთხრა სახლში ნამდვილად არ შეგვიშვებს. ანეტა გააღერა. ანეტა. დილამშვიდობის. ეს ჩემი მეგობარია, კოლექციონერი. გამარჯობა. ხონდა ნახატების შეძენა. ანეტა ნახატებს აღარ ყიდის. უკაცრავად. დათვალიერება თუ შეიძლება. ეკი.
მოგზანდეთ. საინტერესოა. ახლებიც არის. გუშინ დახატა. შეიძლება ვნახო. კი ბატონო. ანეტა. ანეტა. მოვიდან. ხო, მოვდივარ. უკაცრავად, მეძახის ერთად. ეს ალბათ სასაფლაოზე არც დადეს. თავისთავად. ისე აქ არც არის დასაფლავებული. სხვაგანა დედამისის გვერდით. გასაგები. გადაიღეთ. ანეტა ჩაის ამზადებს. ნუ შეწუხდებით, ახლახან დავლიეთ. ანეტა, აღარ გვინდა. ძალიან გემრიელია. კი. საინტერესო ნახატია. არა, ყველა საინტერესოა, მაგრამ ეს განსაკუთრებით. კი. გეთანხმებით. მართლა არ მოკიდით არაფერს? არა. ანეტა აღარ ყიდის ნახატებს. ჯერჯერობით ასეა და მერე ვნახოთ. შეიძლება გადაიფიქროს კიდეც. დასანანია. იცით რა მაინტერესებს? რატომ ხატავს თქვენი მეუღლე მხოლოდ ფრინველებსა და ცხოველებს? ადამიანები არასოდეს არ დაუხატავს? ხო, რა ვიცი. მგონი არა. არა. ნამდვილად არ დაუხატავს ადამიანები. ხო და ფრინველებს და ცხოველებს რატომ ხატავს? ეს არ ვიცი. ასე უნდა ალბათ. ისე თუ ძალიან გაინტერესებთ, სჯობს მას კითხოთ. კი ბატონო. ანეტა! ანეტა! არ ესმის. ყური მომიგდე. რა ეშველება მობედურს. რეალობიდან გასვლა, შემოსვლა. გასვლა, შემოსვლა. ეს რა დღეში ჩავარდი. არა. მე არ მგონია ეს. მართლა. ცოტა შეუძლოდ არის. ბოდიში მოგეხადათ, ვერ გამოვალო. და რამე დახმარება ხომ არ გჭირდება? არა. გადაღლილია უბრალოდ. თელეღამე ხატავდა. გასაგები. დიახ. უკაცრავად, მაგრამ
უნდა მივხედო და რა თქმა უნდა. დიახ. წადი რა დაეძინე. მე ძალიან გვიან ვიზინებ ხოლმე. მეც კარგი რა. გეფიცები. ესე იგი, შენი ძმის სული მშობიარობას გადაყვა რა? ხო. ისეთი კარგი ბავშვია. და სად ყავთ? ცხონებული ჩემი რძლის დასთან, დეიდამისთან. ისე გვინდა მე და ჩემს ქეთევანს ჩამოვიყვანოთ და ჩვენ მაინც გავზარდოთ. მაგრამ ერთხელ ყავდა აქ და ძალიან აგრესიული გახდა ჩემი ძმა. ანერვიულდა. დაიძულებულნი გავხდით. ბავშვი მეორე დღესვე ისევ დეიდამისთან დაგვებრუნებინა. არ ცნობს ალბათ. არა, რა თქმა უნდა. ანეტას ანაცვალა ყველაფერი. საერთოდ გილაპარაკია ოდესმე. კითხვა მშვილი ყავს. ან შენი ცოლი ცოცხალი არ არის? კი. ერთხელ ხოდა ისეთი უცნაური სიცილი ატეხა შემეშინდა. მაგას ვიღაჩივის თანყვირო და ანეტა გესმის რას ამბობსო. ხვალ მარტო შევალ. კარგი. თუ მიგიღო. მიმიღებს. იცი მე წინა ცხოვრებაში ვიმყოფილვარ. ვინა? იაპონელი ქალი. ქალი? ნიჟარების შემგროვებელი. და ეგ საიდან იცი? ინვერსიული ცდომა. როგორა? ურთიერთმოქმედებათა შიფრი. მე ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში? ვინ არის? თქვენი ძმის მეგობარი ვარ, კოლექციონერი. უკაცრავად რომ გაწუხებთ. რა გნებავთ? იცით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი მეუღლის ბოლო ნახატმა. ისიც კარგად მესმის, რომ გაყიდვას არ აპირებთ, მაგრამ თუნებას დამთავრთ. საბოლოოდ შევავლებთ თვალს. მოგზავნით. მადლობთ. ძალიან საყვარელი რამეა. გუშინდელი დღიდან სულ თვალწინ მიდგას. ანეტა გესმის? ხომ გეუბნებოდი კარგი გამოგივიდა თქო. დავბრძანდეთ. ანეტა ჩაის მოგვიდანს. გმადლობთ. თქვენს დაბრძანდით.
არავითარ შემთხვევაში არ გაყიდით? არა. სამწუხაროა. გარგახანია ასე ძალიან არაფერი მომწონებია. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. კარგად გადაგიხდით. არა, გასაგებია, მაგრამ ხომ გითხარით უკვე რომ არა მეთქი. უკაცრავად. მოდში. ჩაის აღარ დავლებთ? კი, როგორ არა. ანეტა, აღარ მოგაქვს? დუხს არ გესმის? ანეტა! არ ესმის. ძალზე მცირე მანძილია სამზარეულომდე. შეუძლებელია რომ თქვენი ხმა არ ესმოდეს. კიდევ დაუძახეთ. ხმა მაღლა. უკაცრავად, მაგრამ არ გაგიშვებთ. კიდევ დაუძახეთ მეთქი. თვითონ მოიტანოს. ანეტა! როგორ ფიქრობთ, რატო არ მოაქვს? წუხელას მთელი ღამე ხატავდა. ეტყობა ჩაეძინა. დუხს. ფსიქიატრი ხართ? დიახ. შეიძლება კიდევ ვკითხოთ რაღაც? რა თქმა უნდა. ოღონდ თუ შეძლებთ გულად მიპასუხეთ. ვეცდები. როგორ ფიქრობთ? რომც მოახერხოთ და დამაჯეროთ? რომ ჩემი ცოლი აღარ არსებობს? ეს ჩემთვის უკეთესი იქნება? არა, მიპასუხეთ. ხომ შეიძლება უარესიც იყოს, არა? შეიძლება. ეს ჩემი სახლია, ეს ჩემი მესმის. მე კიდევ ის მესმის, რომ თქვენი შოკური თერაპიის წარმატების შემთხვევაში ალბათ ძალზედ კმაყოფილი დარჩებოდით, არა? ალბათ. ხო და გეკითხებით, ამას ჩემთვის აკეთებთ თუ თქვენთვის? არა, მიპასუხეთ. ბოდეშ ვიხდი. თქვენ ამას გულწრფელად ამბობთ?
როგორ იყურებიან არა? მართლა მოგწონთ? ძალიან. თქვენი იყოს. არა, როგორ გეკადრებათ? ანეტა ხო ჩუქნი? აიღეთ ანეტა გჩუქნით. არა. უნდა აიღოთ. გაჩუქოთ. ოღონდ ფრთხილად. ჯერ კიდევ სველია. აქ ხარ? ხო, მოვდივარ. დიდი მადლობა. პირიქით. მოყიდა? არა. მაჩუკა. ანეტამ. ეშველება რამე? ვის? ანეტა. 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 აქ ვარ, რა გაყვირებს? ხომ არ გეწყინა შენი ნახატი რომ გაჩუქე? არა, ალბათ დაიმსახურა. ჩაის დამალევინებ. მივდივართ, ლევან. მოვდივარ. დროზე გელოდებით. გინდა გითხრა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში? კი. არავინაც არ იყავი. არ არსებობს წინა ცხოვრება. ნახვამდის. აბა. ბედნიერად. მადლობთ. კიდევ გვესტუმრეთ. გამომართვით. აბა ეს. ნახვამდის. ბედნიერად. მიმღერე რა. არ მოგბეზრდა. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები, თუ დრომ გადაუარა და ჩაუგრო ალები. როგორ მიყვარდი. მივდიოდით მხარ და მხარ და დრო გვეუარესა, არ ვიცი სადა ხარ და რომელ სამხარესა. კიდევ შეგრჩა თუ არა
დათუნა ჯერ ჩვენ ავალთ. დედა, შენ აქ იჯდები სანამ არ დაგიძახებთ. დამპირდი რომ არა მოხვალ სანამ არ დაგიძახებთ. კარგი. აქ არის? დიახ, კალბატონო ელენე. პაპიროსი მომეცი. მოიცა ჯერ არა. კარგი, კალბატონო ელენე. ამასაც ქალბატონოთი მიმართავ ხოლმე? მიპასუხე. გიორგი, შენ ცოტა ხნით დაგტოვე. დათუნასთან ჩადი. დიახ, კალბატონო ელენე. პაპიროსი დამიტოვე. კარი ჩაკეტეთ. თქვენი შვილიც აქ არის? დიახ. მანქანაშია. გიყვარდა თუ გეშინია? გეშინია. დაგხრედენ. გაქრები თითქოს არც არსებობდი. ამას ხვდები და ამიტომაც დირი. არა? ცხვენია.
Ну что, товарищ генерал? Умер в бою, как хотел? Товарищ генерал, в бою? გაღიმებულია. ძალიან კმაყოფილი მომკვდარა ჩემი ქმარი. ძალიან კმაყოფილი. არა, რატომ არის ტიტველი? ეს შინელი შენ მოახურე? კი, სულ ტიტველი მოკვდა? სკამზე გაღიმებული. ესე იგი იმის დროს მოკვდა. არა? გეკითხები. დიახ. საინტერესოა. ჩემთან ასე არასდროს ყოფილა. ასე შენ მოგწონდა თუ მას? მე ესე იგი მას. მე მითხრა რომ ნახატი ფრონტელი მეგობრისთვის მიქონდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით. ძალიან დამწყდა გული. ესეც მომატყუა. არა, ნამდვილად მეკონდა. მიდი ახლა მოყევი. რა მოყვე? რა ქვია ჯერის მითხარი? ვერა, რა ვერ გავიგე? ვერა. ხოდა ჩემო ვერა. რამდენი ხანია რაც ჩემი ქმარი, რომელსაც მეგონა რომ ნამდვილად უყვარდი შენთან დადის. თუ დადიოდა. არა, ნამდვილად უყვარდით. მორჩი ახლა და მიპასუხე შეკითხვაზე. შვიდი წელი. молодец. დამპალი. სულ ორი დღით ჩამოვედიო. რამდენივე ხვეწა იქნებ ცოტა ხანს კიდე დარჩე მეთქი. გაგიჟდიო? ომი მივატოვეო, დამიჭერენო.
რასულელი ხარო. მათყო არა. აფერისტი. მიხარია რომ მოგვდი. ამ ქალბატონსაც მალე შეხვდები. შენ ხვალ ალბათ ცოცხალი აღარ იქნები. საბჭოთა არმიის გენერლის მკვლელი. წარმოგიდგენია რა გელის. მე არ მომიკლავს. საცხოვრობ შესაწყალო. სულ ვიცოდი რომ პრიმიტიული არსებები უყვარდა. მათთან უკეთ გრძნობდა თავს. და სულ ეჭვი მქონდა რომ დიდი ძუძუები მოწონდა. როდის აპირებდა ფრონტზე დაბრუნებას? ხვალდილით მიემგზავრებოდა. და გიორგის შემთხვევა ჩემი აქ მოყვანა თუ თვითონ მე შენ ყველაფერი იცოდი რა ჩემს ოჯახზე. როგორ გამოვიყურები? რამდენი წლის ვარ? რა მქვია? ჩემ შვილს რა ქვია? და კიდევ ალბათ ბევრი სხვა რამ, არა? რა საზიზღრობაა ღმერთო ჩემო. არა გეფიცებით. ჩემთან ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი. ნაუф, რა შეღავათია? ახლა ნაკლებად შეურაცხყოფილი ვარ. შენაწევი? არა. შეიძლება პაპიროსის სუნიც არ მოწონდა. რა სისულელებს ლაპარაკობ. მე შენი არ გავგეშდე. მე გავაღებ. ვინ არის? მე და თუ ვარ, ქალბატონო ელენე. ხომ გითხარი ჯერ არა მოხვიდეთ მეთქი. გააღე დედა. მოყვირი. და თუ რა შვები? ჩემ ფონზე რატომ მოკალი მამა ჩემი შენი დედა მოხდა. გიორგი მიშველე. შუბშულა დავაჭე თუ ამის ფონზე დედაც მოხდა. მისადი რო აკაცრებოდა შენ ფონზე. შეჭათო. დაში. დედა მოხდა. დაესროლა. მე დაესროლა და მოვეკალი.
შესაძლოა. ტანსაცმელი გამოუტანე და გვერდზე დაუდე თუ შეიძლება. გვერდზე დაუდე. გიყვარდა? არა. ახლავე ამავალ. მამა შენი აქედან უნდა წავიყვანოთ. რას ამბობ, დედა? ეს კალი ცოდო. არა, ეგ უნდა დაიჭირო. და თუ ნაკთხով? დამიჯერე. შეგაგონია რომ მე ამას მაგას შევარჩე? მომისმინე. არა, არ არსებობს. არ არსებობს, მეთქი მოვიძენ და დაიჭირო. ასე ჯობია. არა მე. ასე რა ჯობია. არა, შე რა გინდა, რატო იცავ მაგას, რა? ხო, არა, დასვა. ხო, ჩემი საყვარელი მოგთხო. ასე რატო გადაწყვეტეთ? შეგეცოდეთ? რა, ჩემი ოჯახისთვის ასე არ ჯობია? შენ გათხოვილი არ ყოფილხარ? კი. ახალგაზრდობაში ცოტა ხნით. იდიოტი აღმოჩნდა. კაცები საერთოდ იდიოტები არიან. ჩვენ დავამთავრეთ ხალბატონო ელენე, ოღონდ დაღამებას უნდა დაველოდოთ. კარგი. მე მერჩევნია მანქანაში დაველოდო. მეც შეავალ ხალბატონო ელენე. კარგი, გელოდებით. უკაცრავად, მაგრამ თქვენზე მეტად თქვენი შვილის მწვენეა. მართლა კი არ გესროდა. მე დაესროლა. მაქსის ულელეს ნუღარ ამბობ. ერთადერთი ვისთანაც პრეტენზია შეიძლება მქონდეს ჩემი ქმარია. და ისიც ცოცხალი აღარ არის. აღარ არის ხო?
აღარ არის. მე მგონი პირველი რაც ჩვენი წასვლის შემდეგ უნდა გააკეთო. ვინმე ახლობელს უნდა თხოვო რომ შენთან დარჩეს. ამაღამ მაინც. რა არა მიყავს? არც მშობლები? არა. ახლა მე ამისთვის ვერ გამოგადგები. ამას ვერ დაგფირდები. ვინმე მიცოდა შენთან რომ დადიოდა? არა, ნამდვილად? ნამდვილად. ახლა სადღაც ფრონტზე ხალხი პანტაპუნტით იღუპება. ამასთან შედარებით ლევანის სიკვდილი თითქოს არაფერია. რა უცნაურია რა. ნეტა ომში მომკვდარიყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ მამას ვინატრებდი. მალე დაღამდება. ხო. ხომ არ დაგიტოვა? არა. მოკლედ. ამხანა გენერალს არასოდეს იცნობდი. არასოდეს ყოფილა აქ. ის თავის სახლში მოკვდა, დღეს, ძილში. არასოდეს არ დაგწდება არც ერთი სიტყვა. მოხუციც რომ იქნები. სასწაული რომ მოხდეს და კომუნისტებიც რომ გადავარდნენ. მაშინაც კი. დამბირდი. გპირდები. Стоять! Все. Там сюда. Извините, товарищ генерал. Сюда. Всё. წავედით სახლში.
გიო! გიო! Привет. ზუკას გაუმარჯოს. ამო რა. არა, მეჩქარება რა. როდის ჩამოხვედიე? გუშინ დილით. მე არ უნდა დარეკოტო. ბიჭო, მაგარი დაღლილი ვიყავი რა. Ясნია. რა კენით, აბო ბღდით? კი. ამო რა. არა. ბიჭო, გიო. რამე ფული ხო არა გაქვს რომ მომცე? აუ, აბა თავი დავანებეო. ხო და მაგისთვის მჭირდება რა. აუ, ნუ მატყუებდო. კაი, რას გატყუებ? შენ ძმობას ფიცავარ იმენა მაგისთვის თუ არ მჭირდებოდეს რა. კაი, ხო, მჯერა რა. 100 ლარი მაქვს, 50 მოგცემ. რავი, გიო, თუ გჭირდება ხო აზე ხარ სიმონ. ხო გითხარი მოგცემ მეთქი. მაიცა. ჰა ძმა ხარ. საღამოს სახში იქნები? არა, ანა უნდა ვნახო. კაი, ხვალ დამირეკე რა. პაკა. კარგი იყო? სად? თაში. არა. რატო? აბა მთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო? ო, რა ვიცი. რა იყო, ვერ ახვედით? არა, როგორ ვერავედით? აბა რამე უსიამოვნება მოგივიდათ? არა, რა უსიამოვნება. აბა რატომ არ იყო კარგი? შენ არ მყავდი იქ და იმითო. ო, ეს პასუხი მომწონს. კისერში გაგოცებ რა. ბევრს ეწევი. ო, დაანებე რა თავი. დაანებე კაია. ვერ ვანებებ. მე ხო დავანებე. შენთვის უფრო ადვილია, გოგო ხარ. იმდენი საფიქრალი არ აქვს, რამდენიც მე. შენ რა გაქვს საფიქრალი? ო, კაი რა. ანა, ხო. არ წახვიდე რა პეტერბურგში. ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი. 8 თვე დამჭა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ესე იგი ფიქრობ, რომ შეიძლება წახვიდე? არ ვიცი, არ მომიფიქრებია მეთქი ხომ გითხარი არა? ეს ჩემზეც არის დამოკიდებული. მამა შენი რატო იყო ჩამოსული? საქმე ჰქონდა. პეტერბურგში წასვლაც დაგითან ხმა? ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია მეთქი ხომ გითხარი არა? მე გავიგე რომ ამბინის გასაყიდად ჩამოვიდა. ესე იგი всё, გადაწყვეტილია შენი წასვლა. არა, ბინას აღარ ყიდით. კი, მაგრამ კაცი 3 დღით ჩამოვიდა, ტიპებს გაყიდვაზე მოელაპარაკა. მე უცებ გადაიფიქრა და წავიდა? გიო, რა დაგემართა, სულ სხვა რამეში იყო საქმე. სულ სხვა მიზეზის გამოყიდდა ამ ბინას. მამა ჩემი წინასწარ მოელაპარაკა კლიენტს იმ პირობით, თუ ის საქმე გამოვიდო და რის გამოც იყო ჩამოსული, მაშინ მამა ჩემს წინასწარ გადაუხდიდა ფულს, ანუ მეორე დღეს. სამაგიეროდ ბინას ცოტა იაფად მიიღებდა. მოკლედ ის საქმე აღარ გამოვიდა, მამა ჩემაც აღარ გაყიდა, ჩაჯდა თვითმფრინავში და ისევ პეტერბურგში გაფრინდა. რამდენს ვალაპარაკებ, არ გცხვენია? უკაცრავად. კაი და თუ შენი წასვლა გადაწყვეტილი არ არის, მაშინ სად უნდა გეცხოვრა? შვენიერ დიდ ერთ ოთახიანს ყიდულობდა ჩემთვის. აჰა. და რატო ყიდა ასე სასწრაფოდ და იაფად? ანეტას ნახაც მივაგენით. და ანეტა ვინ არის? ო, ჩემი დიდი ბებია. რა დაგემართა, 100 ჯერ მაქვს შენთვის მოყოლილი. მაგარი მხატვარი იყო მეთქი და არც ერთი ნახატი არ დაგჭათქო.
კაი, ნუ მიბრაზდები, უცებ ვერ მოვედი ასე. არა, შენ კი არ გიბრაზდები, უბრალოდ ნერვები მაქვს მოშლილი. მოყევი ხარ რა ხდება. მოყევი. მოკლედ მივაგენით და ის ტიპი არაფრით ართმობს. რა არ შეთავაზა მამაჩემო. ეცა დააეხსნა იმ დეგენერატისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ანეტას ნახატი ჩვენთვის, მაგრამ სულ ტყუილად. აბსოლუტურად შეუვალია ტიპი. ისტერიკაში ჩავარდა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანიაო. გაგიჟებული იყო მამაჩემი. იქნებ ფული ეცოტავა. არა, მილიონიც რომ მომცეთ არ დავთმობა. თან ფული ალბათ არაფერ შუაშია. ძალიან მდიდარია. ყველაზე მაგარი სახლი რო დგას წითელ პარკში მისია. იქნებ მე დაველაპარაკო. კაი, რა გიო, მამაჩემს ხომ იცნობ რა ტიპია. მაგის გაუკეთებელი საქმე მე არ მახსოვს, მაგრამ ამ კაცთან ვერაფერს გახდა. თან ქალაქში არც არის, სადღაც სამოგზაუროდ წასულა. და იქ საიდან იცი? მამაჩემი პეტერბურგში წასვლამდე ისევ მისულა ფოტოს გადასაღებად. არა, წინა დღეს კი გადაუღო, მაგრამ ხელმოწერა არ ჩანს და ფოტოც არ გამოვიდა კარგი. მოკლედ მეზობლებმა უთხრეს კუნძულებზე წავიდა დასასვენებლად. კაი, რა, ნახატია, მეტი ხო არაფერი. გიო, შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დედა ჩემისთვის. მთელი ცხოვრება ცდილობდა ერთი ნახატისთვის მაინც მიეგვлия. არც ერთი არ შემოგრჩა. გაქრა ყველა. ხან ეუბნებოდნენ ამ ქალაქშიაო, ხან ეუბნებოდნენ იმ ქალაქშიაო. იცი რამდენჯერ წასულა ამის გამო და არ გამომდგარა ანეტასი. და უცებ აქ აღმოჩნდა, გესმის? მესმის. და ნამდვილად რო ანეტასია, ამაში დარწმუნებული ხართ? კი, 100%-ით. რამდენიმე ჩანახატი გვაქვს კონკრეტ გაკეთებული, პატარა ესკიზებივით და ერთ-ერთ შემთხვევა ზუსტად. თან ხელმოწერაც აქვს. თუ ამის დედავატირე რა. რამე უნდა მოვიფიქრო. კაი, დაივიწყე რა. რა კაი, კაცი ვარ თუ ვინ ვარ? აუ, დაივიწყე მეთქი. მეწყინება დედას გეფიცები და უფრო მომეშლება ნერვები. არანაირი აზრი არ აქვს. ისე კაი ნახატია, ჰა? აუ, თან საყვარელი. მოიცა გაჩვენო. აი. რა მაგარია? კანარის კუნძულებზე წასულა ეს ახვარი. ზეგ ჩამოდის. 3 დღეა უთვალთვალებ და შუქია არ ანთებულა. იმენა სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ არის. რაც მთავარია, ბოლო სართულზე სიგნალიზაცია არ უყენია. 100%-იანი გარანტია გაქვს რომ ეგრეა? 300%-იანი ძმაო. ბიჭო, გიждები რა, საიდან ჩითავ ხოლმე ეგეთ ინფორმაციებს თო? ჩემი საქმე ეგ არის რა. ძაღლი ხო არ ყავს? არა, რა ძაღლი შეჩემო. ესე იგი ხვალ ბოლო დღე გვაქვს. ბოლო ღამე. ხო. აუ, ბიჭო. კედელზე ასვლა რო შემეძლოს, ვაფშე არ წაგიყვანდი, ისე ჩაგახუტებდი მაგნახაც. ვიცი რას მიხსნი და. რავითო, არ გეშინია? პირველად მიდიხარ ეგეთ საქმეზე და რამე რომ მოხდეს, ჩემი დაღუპული იქნებითო. ეხა არ ამბობდი, შანსი არ არის რამე რომ მოხდესო? კი, მაგრამ არანაირი გამოცდილება შენ არ გაქვს. უცებ რო დაპანიკდიან რამე. ბიჭო, რა გამოცდილება მინდა? ჩემგან რა არის საჭირო? მე უნდა ავძვრე და შენც უნდა აგაძვრინო, ეგრე არ არის? კი. მე მაგაზე მაგრა რა ვიცი. ბიჭო, კი, მაგრამ რაიმე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს. აი, случайно რომ ვინმე დაგვინახოს და რომ დაიბნე. შეიძლება რამე სტრანი გააკეთო. ცივად და ჩოტკად არ მოიქცე და დაგვერხეს. ბიჭო, ციცაბოკლდეზე არ დაუბნეულ ვარ, სიკვდილს რო უყურებდი თვალებში. კაი, გიო, ნუ გიტყდება რა. პროსტა პასუხისმგებლობის პორგზნობ, ხო აზე ხართო? ბიჭო, ეს უნდა გავაკეთო. არ არსებობს, უნდა გავაკეთო, გაიგე? კაი, ნუ ყვირი ხარ, ვინმე არ გაიგოს თო.
კაი. ესე იგი რა ვშვებით? ხვალ საღამოს ცოტა ადრე გამოგივლი რა. რომელზე მოხვალ? ავი ეგრე 6-ისთვის რა. აბაჰე. დავარ. სუკა? რა იყო? ბიჭო რაღაც მინდა გითხრა. ოღონდ მობას გაფიცებ არ გაგიტყდეს. შენგან რა უნდა გამიტყდეს შეჩემ? აუ ხვალ წამალი არ გაიგეთო რა. არც ისი ადვილია შენი იმ სიმაღლეზე აყვანა და ფხიზელი თუ არ იქნები ვერ გაურისკავ. თან ხვალ ბოლო დღეა. არა გიო არ გცხვენიათო. ბოზიშვილი ვიყო ხვალ თუ ახლოს გავეკარო. ისე შენ მაგარი კაცი ხარ. რაზე მეუბნები? მაგრა გიყვარს არა? ერთი მე ვერ ვიპოვე ვერავინ რა. იპოვი კაცო. ღმერთმა გისმინოსმო. დავაი ხვალამდე. სუკა, გელოდები არ დაიგვიანო რა. არა ძმაო, რა უნდა დავიგვიანოთო. აბა. სუკა! მე გიო ვარ, ზუკას მეგობარი. სახშია? გამიღე რა. სუკა სუკა სადინთება აქ შუქი არინთება მალადეც მაიცა რა არ დაიწყო ახლა რა 1-2 საათი და 5-ზე ვარ 5-იანზე შევასრულებთ ყველაფერს რა ეკი არა ვაფშე იქ ასაფორთხებლებ რო არ ვიყოთ იმენა ვაფშე არ წაგიყვანდი ბოზიშვილი ვიყო რა აი ზუსტად მასე ბოზიშვილი ვიყო გიო ხვალ თუ გავიკეთო არ მითხარი გუშინ ხო გთხოვე არ დაიწყო მეთქი რა რა მთხოვე ბიჭო მე არ გთხოვე ხვალ ბოლო დღეა ჭკუაზე არ ვარ ისევ ნერვიულობ და რამე არ მიქარო მეთქი არ გწვენიაო მაგას როგორ მეუნებიო არ მითხარი თან ისე მითხარი შემრცხვა აი ნუ ატრაგებ ხა რა ერთზახოჩი როგორ გამცვალედო გაგვეკეთებინა ეს საქმე და გაგეჭხირა მე რამდენიც გინდა ატრაკებ მეთქი ძმაო ეხა რა გითხარი საათ ნახევარში მაქსიმუმ 2 საათში ფორმაში ვიქნები თქო რა აუ დაგტოვე რა ლენკა 2 წუთი რა ესეც იკეთებს თო არათო რეთკათ რა შენს უგარეკე რა გიო მაიცა რა გიო რა გინდა აი ნუ მიტრაგებ რა ხო იცი როგორ მიყვარხარ რა უბრალოდ ცოტა ბევრი მომივიდა რა არ მეგონა ეგეთი ბომბი თუ იქნებოდა სამაკაცმა გავიკეთეთ და რავი მათმა კარგად ვართო რა აუ კაროჩე რა ბიჭო და რო გადავდოთ ხვალისთვის არ გამოვა რა აი მაგაზე გეტყობა რომ ჭკუაზე არ ახარ რა შენ არ მითხარი რომ ხვალ ჩამოდის ო ხვალ ჩამოდის აუ გავითიშე რა ო გაითიშე და ეხლა მარტო უნდა წავიდე ისეთ საქმეზე როგორზე ცხოვრებაში არ ყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი რომ წავიდოდი და საერთოდ სიზმარში მგონია თავი ამაზე რო ფიქრობ
გესმის? თუ არაფერი აღარ გესმის? აუ მესმის, გიო, რას ქვია, არ მესმის და. არ გესმის, სუკა, არა. შენთვის ქურდობა ჩვეულებრივი ამბავია. ჩემთვის კი ისეთი რამე შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო და მაგრავინანო. აუ მე მაინც წამოვალ რა. 2 საათში უკეთესად ვიქნები რა. ვერ წამოხვალ, დაივიწყე რა. მირჩევნია მარტო წავიდე, ვიდრე იმაზე ვიფიქრო იმ სიმაღლიდან არ ჩამომივარდეს მეთქი. არ ჩამოვარდები რა. კარგი რა, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. ბიჭო, მართლა რო გადავდოთ ეგ ამბავი. ეთყობა მაგ კლიენტს მაგრადევასება ფუძი შესწვიე და წავაკი. რაც მეც ლაპარაკობს სულ უფრო სისულელეებს ბაზრობ და ნერვები მეშლება მაგრად. კაი, დაჯერა 2 წუთი რა. აუ, გძინავს თო? არა, რა მძინავს თო? ფიქრობ რა. ესე იგი всё, მარტო მიდიხარ. ხო. ბიჭო, ფრთხილად იყავი რა. წავედი რა. იო, რა. ბიჭო, სხვა რაღაცეებით გამოაყოლე ხელს რა, ვარ დაიწვა ნახატის პონჩი. ეგ ვიცი, მაგაზე ხო ვილაპარაკეთ უკვე. კაი, რა გჭირს, შეგახსენე რა. ბიჭო, არაფერი არ მჭირს, უბრალოდ დაძაბული ვარ, შენ კიდე ერთი და იგივეს მელაპარაკები. ვაფშე ერთ რამესაც გეტყვი, თუ ძალიან არ გამიბრაზდები რა. თქვი? რამე სხვა ნახაც თუ ნახავ, ეგეც მოხსენი და იმენა ვაფშე აღარ დაიწვევ. კაი, რა გაცინებს, მეც ვიცი რომ ხვდები შენც ეგეთ რაღაცებს, პროსტა შენ ძმობას ვიცავარ ძალიან მაგრავ ნერვიულობ რა. კაი. მოკლედ. მე მაგ რაღაცებს გამოვაყოლებ ხელს. მაგრამ თუ ხვალ საღამომდე არ წაიღი, გადავყრი იცოდე. მე ეგენი არაფერში არ მჭირდება. ოკეი. გიო. რა? აუ, იზვინი რა. კაი, დაივიწყე რა. ფრთხილად იყავი რა. ლენკა, გააცილე, ლენკა.
ხიარული თვალები თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები მივდიოდი ხარ და მხარ და დრო გაჭირდი ბიჭო ჯემა მოკლა ჯემა ჯემალი ბიჭია მაჩვენე გთქვა ისე აღარ სუფთა შიზოფრენიების ქვეყანა არა გაგიჟდები კაცი მაგრად გადავრჩით მაგრად ალბათ არ დამიჯერებთ მაგრამ მიხარია ასე რომ დამთავრდა ჯერა იმიტომ რომ შენგან ყოლა წარმოუდგენელი ასეთი რამ ისე რამ წაგიყვანა ამას ალბათ მაგარი მიზეზი ჰქონდა ეტყობა სხვა გამოსავალი არ იყო ეტყობა უკაცრავად კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ რამე თუ უბრალოდ რაში გაინტერესებთ არა ისე ადამიანურად აბა არა ადამიანურად როგორ უნდა გაინტერესებდეთ კონკრეტული იყო კონკრეტული ნახატშია საქმე სხვა არაფერი მაინტერესებდა იმ კაცს რო ნახატი არ მივყიდე ხო ფული გადაგიხადათ არა სულ სხვა რამეშია საქმე ამაზე ლაპარაკი არ მინდა რა რომელი მძარცველი გიოვა ისე კეთილზე ასვლა კი იცი მაგრამ არ ამგონია მაყუთის გამო გაგეკეთებინოს ეს არა გამორიცხულია თუ არ გაბრაზდებით კიდევ კითხავთ აღარ გავბრაზდები არა არ გეგონოთ რომ ზედმეტად ცნობის მოყვარე ვარ უბრალოდ ჯემალმა ისე დაგახასიათეთ რომ აქედან გამომდინარე მაინტერესებს მხოლოდ რატომ სიყვარული ბატონო სიყვარული იყო მეთქი ამის მიზეზი ის კაცი გიყვართ თქვენ რა გაგიჟდით მისი ქალიშვილი უკაცრავად რასულელი ვარ დავლიოთ რა დავლიოთ სულ ჩემი ბრალი ასე რომ მოხდა ასე დღეში რომ ჩაგაგდე თქვენც და ჩემი თავით ჩავიგდე უნდა მიმეყიდა მაგრამ ეს ნახატი ჯემალმა მაჩუქა და ამიტომაც იყო ასე ძვირფასი ჩემთვის თქვენ საიდან გქონდათ ჯემალბიძია ეს ნახატი კაცო ბაბუაჩიმი აგროვებდა ყოველნაირ ხლამს გადავსებული იყო სარდაფში იქ აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა მოდი ჩვენი გადარჩენის დავლიოთ ღმერთმა გადაგვარჩინა ბედია რომ მე შეხვდი თორემ აქ ნამდვილად შეიძლება და დიდი უბედურება მომხდარიყო რა დალიეთ ჩვენი გადარჩენის მეც მინდა ერთი სადღეგრძელო დავლიოთ თუ შეიძლება კი ბატონო მანამდე ეს მინდა მოგცე ამას მე ვერ ავიღებ ეს საჩუქარია თქვენ რაინდი ხართ და გჩუქნით აი მადლობთ არაფრის
ოჩახ გივათ? არა. სისხლიც აღარ მომდის. კარგია. მეც გამიარა. კარგია. მაცალე რა. სანამ სადღეგრძელოს დალევ. რაღაცა მინდა ვთქვა. უпроსორად გიოს მინდა უთხრა. კი ბატონო. გიო, გისმენთ. შეიძლება შენთვის ცოტა უცნაური იყოს. მაგრამ მაინც უნდა გითხრა რა. რადგან საშინლად უხერხულად ვგრძნობ თავს. ოღონდ შენ პირდი რომ არ გაგეცინება. გვირდებით. მე ვიცი შენ ფიქრობ რომ ჩვენ გარყვნილები ვართ. მაგრამ ეს ასე არ არის ბიჭო. უბრალოდ ჩვენ გვიყვარს რა ერთმანეთი. გასაგებია. მოდი მაშინ სიყვარულს გაუმარჯოს. ზუსტად მაგ სადღეგრძელოს დალევა მინდოდა. გაუმარჯოს. ხომ შენ პირდი? უკაცრავად. არა უშავს. მოკლედ გაუმარჯოს რა. ჰო, გვიყვარს. უბრალოდ რომ მითხარით რომ არ გაიცინო პირიქით დამემართა. ნამდვილად არ გამეცინებოდა წინასწარ რომ არ გაგეფრთხილებდეთ. იცით რა მაინტერესებს? რა სიმღერა იყო ეს მაშინ რომ ღეროდით? რა სიმღერათო? თავზე რო დაგვადექი? ხო. ეს ჯემალის საყვარელი სიმღერაა და ჩემიც. გასაგებია. ხო კარგი სიმღერაა? კი. ჯემალ ვიმღეროთ რა. რა სიმღერა თუ ძმა ხარ? კაი რა. გიოს მოეწონა. მე დავიწყებ და შენ ამყევი. გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები. ჯემალ ამყევი რა. თების ლურჯი კამარა. გიო მიდი რა შენ სამყევი რა გიო. არა იცით მე სმენა არ მაქვს. სმენა არა მთავარი. უცხოსა სმენის დედაც მოვთხარ. წარმოიდგინე რომ შეყვარებულ სიმღერა და გამოვა. მიდი. გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები. კაია გიო მიდი. კამარა უცხოსა მოთხები. კიდევ შეგრჩა თუ არა ხიარო. გაუმარჯოს. გამარჯობა. რას აკეთებთ დო? ეს ნახატია? უკაცრავად
სუფთა შიზოფრენიკების ქვეყანა არა. ეს რას გავს, ხო?